2 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ილია თეზბიტელის ხსენების დღეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, ბერად აღკვეცისას 58 წლის წინ სწორედ ილია წინასწარმეტყველის სახელი ეწოდა. დღესვე საქართველოს ეკლესია წმინდა ილია მართალს, ჭავჭავაძეს იხსენებს, რომელიც სწორედ ჩვენი უწმინდესი პატრიარქის მწყემს მთავრობის დროს შეუერთდა წმინდანთა დასს. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა წმინდა სინოდის წევრ მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად სადღესასწაულო წირვა აღასრულა. მსახურების დასასრულს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა წმინდა სინოდის სახელით საქართველოს პატრიარქს ანგელოზის დღე მიულოცა. სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. თქვენო უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქო და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტო, დიდო მეუფევ და მამავ ჩვენო ილია. მაღალ ყოლად უსამგდელო ესნო მეუფენო, მაღალ ღირსნო მამანო და დედანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო. დღევანდელ სახარებაში უფალი ბრძანებს, რომ არავინ წინასწარმეტყველი შეწყნარებულ არც თვისა მამულსა, ანუ არც ერთი წინასწარმეტყველი არ შეუწყნარებიათ საკუთარ მამულში. ადამიანებს უჭირთ მათ თანამედროვე ადამიანში დიდი პიროვნების, მით უმეტეს წმინდანის დანახვა. ეს ეხება თვით ილია წინასწარმეტყველსაც კი, რომელიც სახარებისავე სიტყვებით სამწლიანი შიმშილობის შემდეგ სიდონის სარეფთაში, მხოლოდ ერთადერთ მორწმუნე ქვრივ ქალთან იქნა მივლინებული, რადგან სხვა მორწმუნე ადამიანები აღარ იყო. მაგრამ მაშინაც კი, როდესაც ებრაელებმა უფლის საქმე დაივიწყეს, ყველა წინასწარმეტყველი დახოცეს და ილიასაც მოსაკლავად დასდევდნენ, უფალმა ილიას განუმხილა უდიდესი საიდუმლო. ისრაელში კიდევ იყო დარჩენილი 7,000 მორწმუნე, რომელსაც კერპებისათვის მუხლი არ მოეყარა თაყვანის ზემის ნიშნად. სახელი ილია, როგორც მარადიული ცხოვრების სიმბოლო, საქართველოში 26 საუკუნეა გაისმის. წმინდა ილია წინასწარმეტყველის სამქვეყნური ცხოვრების დასრულებიდან 300 წლის შემდეგ საქართველოში ებრაელებმა წმინდა ილიას ხალენი, ანუ მოსასხამი ჩამოაბრძანეს. ხალენი, რომელიც ილიამ თავის მოწაფეს, წმინდა ელისე წინასწარმეტყველს უსახსოვრა. ხალენი, რომლითაც წმინდა ილია და წმინდა ელისე უდიდეს სასწაულებს ახდენდნენ. ხალენი, რომელიც საქართველოში ჩამობრძანდა და ქრისტეს შობამდე 6 საუკუნით ადრე ქრისტეს კვართის ჩამობრძანებას მოასწავებდა. ეს ხალენი დღესაც სვეტიცხოვლის ტაძრის საძირკველში ინახება. საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის ერთ-ერთი პირველი საჭეთმყრობელი იყო ილია პირველი. ეს იყო თითქმის 1600 წლის წინ. სახელი ილია, უფალი ჩემი ღმერთია, საქართველოსა და მისი ეკლესიის ისტორიას წითელ ხაზად გასდევს, როგორც მარადიული სიცოცხლის სიმბოლო. ყველაზე დიდი ძნელბედობის ჟამს მე-19 საუკუნეში, როდესაც ჩვენს ქვეყანას აღარ ჰყავდა აღარც მეფე და აღარც პატრიარქი, უფალმა საქართველოს მოუვლინა უგვირგვინო მეფე, რომლის სახელი იყო ილია, უფალი ჩემი ღმერთია. წმინდა ილია მართალმა ჭავჭავაძემ, რომლის ხსენებასაც აგრეთვე აღვასრულებთ ჩვენ დღეს, საქართველოში აღადგინა წმინდა ილია წინასწარმეტყველის დღე და უდიდეს დღესასწაულად აქცია. მაგრამ საქართველოს ისევ დაუდგა ძნელბედობის ჟამი. ქართველებმა ხელი აღმართეს წმინდა ილია მართალზე და თვით უფალზე, რომელიც ჩვენი ღმერთია. საქართველოში დადგა ღვთისაგან განდგომის ჟამი და ამ ურთულეს დროს უფალმა ღმერთმა ჩვენს ქვეყანას ისევ მოუვლინა ილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაში ჩაიბარა.
და აი მისი აღსაყდრებიდან 10 წლის შემდეგ ილიაობა საქართველოში ისევ განსაკუთრებულად აღინიშნა. 1997 წელს წმინდანად შეირაცხა ილია მართალი ჭავჭავაძე და მისი ხსენება დაწესდა წმინდა ილია წინასწარ მეტყველთან ერთად. ანუ დღევანდელ დღეს. ნიშანდობლივია კიდევ ერთი გარემოება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე დაიბადა სოფელ სნოში, რომლის დასავლეთის ზღუდე წმინდა ილია წინასწარმეტყველის მთა არის. და მის შორიახლოს სოფელ გერგეტის ზემოთ 2000 მეტრის სიმაღლეზე არის ყოვლადწმინდა სამების ყველაზე მაღალი ძველი ტაძარი. და აი დღეს ჩვენ დგავართ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის თაოსნობით აშენებულ ყოვლადწმინდა სამების ყველაზე დიდ ქართულ საპატრიარქო ტაძარში, რომელიც წმინდა ილია წინასწარმეტყველის მთაზეა. თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, თქვენ თითქმის 60 წელია ატარებთ სახელს ილია, უფალი ჩემი ღმერთია და თქვენი სახელით, თქვენი პირადი ცხოვრებითა და საზოგადო მოღვაწეობით მოუწოდებთ ქართულ ხალხს და მთელს მსოფლიოს, რათა ახსოვდეთ, რომ უფალი ჩვენი ღმერთია. ილია წინასწარმეტყველი ცოცხალია და მარადიული სიცოცხლის სიმბოლოს წარმოადგენს. ასევე უფალს თქვენი მოციქულებრივი ღვაწლით ჩვენს ხალხში ნამდვილად ყავს შემონახული არა ერთი, არამედ მრავალი 7000 მორწმუნე, რომელსაც თაყვანი არ უცია თანამედროვე კერპებისათვის, რაც არის აპოსტასია, ანუ ღვთისაგან განდგომა. და გისურვებთ, რომ თქვენი მამათმთავრული მოღვაწეობითა და ზრუნვით უფალმა, რომელიც ჩვენი ღმერთია, მოანიჭოს იმ საკრალურ 7000-სა და ბევრად მეტს ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს მარადიული სიცოცხლე იესო ქრისტეში, უფალში, რომელიც ჩვენი ღმერთია. ამინ. ყოვლადსა მღვდელონო, მღვდელმთავარნო, მამანო, ძმანო და დანო, დღეს არის დიდი დღესასწაული. ჩვენ ვიმყოფებით წმინდა ილია წინასწარმეტყველის სტუმრები, წმინდა ილია წინასწარმეტყველის მთაზე ღვთისნებით აშენდა ეს წმინდა ეკლესია და ჩვენი პატრონი არის წმინდა ილია წინასწარმეტყველი. აი ამ წლების განმავლობაში მე სულ ვფიქრობ და ვფიქრობდი, რა არის ადამიანის მთავარი მოვალეობა, მთავარი მისია, რა უნდა გავაკეთოთ სასარგებლოდ ჩვენი ერისა, ჩვენი თავისა და სათნოთ ღვთისა. და მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ ადამიანი, ყოველი ადამიანი უნდა იყოს მახარებელი, სხვა ადამიანის გამხარებელი. პავლე მოციქული ამბობს, ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ ჟული იგი ქრისტესი. აი ეს არის მთავარი ჩვენი მისია. აი ამ წლების განმავლობაში და ჯერ კიდევ ბავშვობაში მე მქონდა მუდამ სურვილი, რომ სიხარული მომეტანა სხვებისთვის, მშობლებისთვის, და-ძმებისთვის, ნათესავებისთვის, ნაცნობებისთვის და ღვთის წყალობით მე ამას ვაკეთებდი. მე მახსენდება ერთი ადამიანის
ამბავი რომელსაც ყავს მანქანა და ის ამბობდა რომ როცა მივდივარ ქუჩებშიო და ვაჩერებენო ძალიან ახლოს ჩვენს ჩერდება სხვისი მანქანაო და მე უყურებ იმ მძღოლსაო და ხელით ვესალმებიო სრულიად უცნობ ადამიანსაო ისაც მესალმებაო და მე უჩვენებო ასე თითსაო რომ ყველაფერი კარგად ხდებაო გახარებული ვივდივარ მეო ვაგრძელებ გზასაო და გახარებული რჩება ის მძღოლი სრულიად უცნობი ადამიანი აი მე მინდა რომ ეს წესი შემოვიდეს ჩვენთან ვისაც ყავთ მანქანები და ახლოს გაჩერდებით სხვა მანქანასთან მიესალმეთ და მითხრენ მიუტანთ სიხარულს სიხარული არის შედეგი სიყვარულისა მე კიდევ ერთხელ გილოცავ თავმდიდებულ დღესასწაულს 3 ილია შეგეწიო თქვენ ილია წინასწარმეტყველი ილია პირველი რომელიც იყო მეთაური საქართველოს ეკლესიისა 10 წლის მანძილზე 390-დან 400 წლამდე და წმინდა ილია მართალი 3 ილია გეწეოდე თქვენ და საქართველოს მათი ლოცვით მალე ვიხილოთ გამთლიანებული საქართველო ამინ ჩვენთან არს ღმერთი ეხლა ჩვენ მინდა გავახაროთ ჩვენი სამღვდელოება რომ ეს ჩემი სიტყვები მარტო სიტყვად არ დარჩეს მღვდელი დავითი ჭიღლაძე ახვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით აქსიოს იღუმენი დანიელი სულაია ახვანილია არქიმანდრიტის ხარისხში აქსიოს დელმონოზონი ლუკა პალავანდიშვილი ახვანილია იღუმენის ხარისხში აქსიოს მე შემატყობინეს რომ ახალგაზრდულ ცენტრში არის გამოფენა ჩვენი დედების და ვისაც გაქვთ სურვილი ჩადით ეხლა წირვის შემდეგ და ნახეთ ეს გამოფენა დღეს ვლოცავთ შემდეგ გვარებს წელაურები მაკაძეები ღუნაშვილები ფეიქრიშვილები
გაგელიები გაგელიძეები ურთაშვილები სამსიანები მარკოზიები აჩელაშვილები ბეგოიძეები დემურაძეები გახოკიები ბაგალიშვილები ჯოჯიშვილები მერთმა დაღლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ, გაგაძლიეროთ და ბევრი სიკეთე მოუტანეთ საქართველოს. ამინ. ჩვენის დღეგრძელობის წინამძღოლობით და ლოცვით. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზე ციერმა, წმინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვით. გილოცავთ ილიაობას, განსაკუთრებით ულოცავ ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს ილია მეუღლეს ამ დღესასწაულს, რადგან დღევანდელ დღეს არის მისი ანგელოზის დღე, 2 აგვისტოს მოიხსენიება ილია მართალი და წმინდა ილია წინასწარმეტყველი. მოიხსენიებათ უწმინდესი 1957 წელს სწორედ ილია წინასწარმეტყველის სახელზე იყო ბერად აღკვეცილი და დღევანდელ დღე განსაკუთრებულია მისთვისაც და სრულიად საქართველოსთვის. ულოცავ მთელ საქართველოს მართლა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენ უწმინდესად მთელი ჩვენი ქვეყანა. 58 წლის წინ პირველად ეწოდა ჩვენს პატრიარქს სახელი ილია. 58 ჯერ აღნიშნავს იგი ამ დღესასწაულს. პირველად თავის ახლობლების წრეში, შემდეგ როგორც მღვდელმთავარი, ხოლო უკვე 38 წელია, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სარგებლობს შემთხვევით და მინდა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტობის და პირადად როგორც ერთი რიგითი სულიერი შვილის სახელით მიულოცო მის უწმინდესობას ანგელოზის დღე და რა შეიძლება უსურო მას პატრიარქს ყველაფერი აქვს. ერთადერთი რაც უნდა უსურო ეს არის ჯანმრთელობა, რომ დიდხანს გაგრძელდეს მისი მწყემსთავრობა ჩვენი ერის საკეთილდღეოდ. თქვენო უწმინდესობო, გილოცავთ ანგელოზის დღეს, დღეს განსაკუთრებით დიდი სიხარული ტრიალებს ჩვენს გულში და თითეული ქართველის გულში. დღეს ჩვენ ყველას ძალიან გვიხარია თქვენი ანგელოზის დღე და წმინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვით, თქვენი ლოცვით, თქვენო უწმინდესობა უფალმა გაამთლიანოს და გადაარჩინოს საქართველო. ამინ. ყველა ქართველს ულოცავ ჩვენი პატრიარქის, ჩვენი სულიერი მოძღვრის და მამის ანგელოზის დღეს. ულოცავ ჩვენ უსათროეს პატრიარქს დღევანდელ დღეს. ჟამთა სიმთელეს და წელთა სიმრავლეს უსურვებ ჩვენ უწმინდეს და უნეტარეს. დიდება უფალო შენდა. მერტო. ღვთისგან კურთხეული პატრიარქი ყოშვე. ჩვენო უსაყვარლესო, უწმინდესო და უნეტარესო. დიდი სიყვარულით მოგილოცავთ მთელი საქართველოს სახელით მრევლის, თქვენი უსაყვარლესი მრევლის სახელით. გისურვებთ ამ ბედნიერ დღეს ჩვენთვის, ქართველებისთვის, რომ უფალმა გვაღირსა და თქვენისთანა მოძღვარი გყავს. მერთმა ხანგრძლივი სიცოცხლე და ჯანმრთელი სიცოცხლე მოგმადლოს თქვენი საყვარელი საქართველოს კეთილდღეობისათვის და ისეთი საქართველო გაჩვენოს, რომელიც თქვენი ლოცვებში გაქვთ წარმოდგენილი. სამების ტაძრიდან საქართველოს პატრიარქი ელიას მთაზე მიბრძანდა და ის ადგილი მოინახულა, სადაც სამომავლოდ ილია წინასწარმეტყველის სახელობის სამონასტრო კომპლექსი დაფუძნდება.